ეგვიპტის მოედანზე ეგვიპტეში კვლავ რთული ვითარება და ჩვენ შეგვიძლია ვიდრე სიუჟეტს ვნახავდეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ ვადევნოთ თვალყური რა ხდება ამ წუთებში და ალ-ჯაზირას პირდაპირ ეთერში მოვლენათა ორი ეპიცენტრი აქვს ჩართული ეს გახლავთ უკვე ტაჰრირის მოედნის გარდა ასევე თავისუფლების მოედანი ქალაქ ალექსანდრიაში და მომიტინგეთა რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება და იზრდება ასევე აქციის მონაწილეების საპროტესტო მუხტი და როგორც ისინი აცხადებენ დღეს არის სწორედ გადამწყვეტი დღე. მე შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მორიგ დემონსტრაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს აქციის მონაწილეებმა და მას უწოდეს გადადგომის დღე. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ 4 თებერვალი იქნება ჰოსნი მუბარაკის 30-წლიანი მმართველობის ბოლო დღე. თუმცა ძალიან დაძაბულია ვითარება რამდენადაც მიუხედავად იმისა, რომ კადრში ჩანს სიმშვიდეს ინარჩუნებენ აქციის მონაწილეები, როგორც ალ-ჯაზირას ჟურნალისტები საუბრობენ, ისინი განსაკუთრებით იზღვევენ თავს, რამდენადაც მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამოვლინდა სამართალდამცველების მხრიდან და შესაბამისად ისინი კორესპონდენტების სახელებს და გვარებს არ ასახელებენ პირდაპირ ეთერში, რომლებიც ინფორმაციას მათ სწორედ მოვლენათა ეპიცენტრიდან აწვდიან. Look, we didn't expect this to happen yet again on another Friday. The people really have spoken. They remain very determined. We have tried everything in our power. 4 თებერვლის ეს დემონსტრაცია მთელ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ალ-ჯაზირას გარდა არაერთი საერთაშორისო მედიას საშუალება სწორედ პირდაპირ ეთერში სთავაზობს საკუთარ მაყურებელს მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის CNN, BBC, Euronews-იც. და განსაკუთრებულია დღეს აქციის მონაწილეთა განწყობა და თითოეული მათგანი ფიქრობს, რომ სწორედ დღეს უნდა გამოირკვეს ვინ არიან რეალურად იმ მუხტის მატარებლები, რომელიც არის საჭირო მიზნის მისაღწევად და ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ დღეს გაირკვევა ვის სურს ბოლომდე ბრძოლა და ვინ იბრძოლებს ბოლომდე მიზნის მისაღწევად. There's no doubt about it. The president has taken a slightly back seat in terms of the messages that he's been delivering. What really has angered the people here in terms of every time the president speaks. და მე შეგახსენებთ, რომ ჰოსნი მუბარაკის ბოლო განცხადების მიხედვით და უკვე დაიწყო გარკვეული შეტაკებები. შენიშნება ამ დრომდე აქცია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, მაგრამ ხედავთ, რომ უკვე არეულობაში გადაიზარდა პროცესი. I'm going to interrupt you there for a moment. I'm really sorry. Stay on the line. I want to interrupt you. I'm looking at live picture from Alexandria now. It is a slightly broken up picture with the broadband quality, but that looks like certainly a scuffle. აქ უკვე რთულია მიზეზის გარკვევა, რის გამო შეიძლება მოხდეს მსგავსი ინციდენტების პროვოცირება და შესაბამისად იმის პროგნოზირებაც რა შეიძლება მოხდეს ამ ყველაფერს. მე შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები დღევანდელ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჰოსნი მუბარაკი კი ბოლო განცხადების მიხედვით ამბობს, რომ პრეზიდენტობის პოსტს დატოვებს, ამისთვის მზად არის, თუმცა შიშობს, რომ შემდეგ ეგვიპტეში სრული ქაოსი იქნება. There's no doubt that tension remains very much palpable on the streets outside of the city walls here. In fact, just as early as this morning, some of our teams that are outside of Liberation Square, which, ironically has become one of the safest of the city given the organization and the security of the people here. But on the other side of the makeshift barriers that have been set up, a slightly different story still exists with people reporting that pro-Mubarak supporters are there, describing them gangs and thugs and mobs, continue to threaten, harass journalists. ეგვიპტის მოვლენებით და პირდაპირ ეთერით ჩვენ გამოშვების მსვლელობისას კიდევ ერთხელ დავბრუნდებით და მანამდე სიუჟეტი შესახებ. ეგვიპტეში ტაჰრირის მოედანზე მომიტინგეთა რაოდენობა, როგორც ნახეთ, სულ უფრო მეტად იზრდება. დემონსტრანტები გადამწყვეტი მიტინგისთვის ემზადებიან ტაჰრირის მოედანზე. არეულობა უკვე მეათე დღეა გრძელდება და ვითარება ვერც კომენდანტის საათის გამოცხადებამ განმუხტა. არაოფიციალური მონაცემით გარდაცვლთა რაოდენობა ამ დროისთვის 10-ს აღწევს. კაიროს ცენტრალურ მოედანზე მთავრობის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის შეტაკება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომენდანტის საათის გამოცხადების მიუხედავად ტაჰრირის მოედანზე ღამე 10,000-მდე დემონსტრანტმა გაათენა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ჰოსნი მუბარაკის გადადგომას უკვე მეათე დღეა ითხოვენ. დღეს დემონსტრანტები ფართო მასშტაბიანი მიტინგის გამართვისთვის ემზადებიან. ოპოზიციის წევრების განცხადებით 4 თებერვალი მუბარაკის უკანასკნელ დღედ იქცევა. საპროტესტო აქცია განსაკუთრებით დაიძაბა 2 დღის წინ, როდესაც ქუჩაში პრეზიდენტის მომხრეები გამოვიდნენ. გასული ღამის განმავლობაში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ტაჰრირის მოედანზე ბარიკადებს ამაგრებდნენ. ხედავთ რა ხდება ხალხის წინააღმდეგ პოლიციამ ტყვიები გამოიყენა. შეუიარაღებელი ადამიანების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. არადა ეს ადამიანები თავიანთი უფლებების დაცვასა და კანონიერი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ. ვერ გამიგია მშვიდობიან დემონსტრანტებს რატომ ესვრიან. ჰოსნი მუბარაკი თანამდებობიდან გადადგომაზე უარს აცხადებს. ეგვიპტის პრეზიდენტის თქმით, მისი წასვლა ქვეყანაში ქაოსს გამოიწვევს. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. ეს მისი პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც ეგვიპტეში მასობრივი არეულობები დაიწყო. ტაჰრირის მოედანზე მოხალისე ექიმები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ღამე მომხდარი შეტაკებების დროს 3 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულების რაოდენობა ზუსტდება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მართალია და ვინ ტყუის. თავარია ის, რომ ორივე მხარეს ეგვიპტელები არიან. ისინი ახალგაზრდები არიან, ყოველ წუთს ხედავ დაშავებულ პატარაბიკს და არ აქვს მნიშვნელობა რა იდეები ამოძრავებს ამ ახალგაზრდას. თავარია, რომ ის ეგვიპტელია. მომიტინგეებმა მუბარაკის რამდენიმე მომხრე დააკავეს. ისინი მათ პოლიციასთან თანამშრომლობაშია დანაშაულებენ. ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტი ომარ სულეიმანი ეგვიპტის ოპოზიციურ ჯგუფებს დიალოგს თავაზობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ შაფიკმა კი ძალადობისა და კანონის დარღვევის გამო ბოდიში მოიხადა. და დაპირებისამებრ კვლავ ეგვიპტის მოვლენებს ვუბრუნდებით და ვნახოთ კიდევ ერთხელ რა ხდება ამ დროისთვის ტაჰრირის მოედანზე და ალექსანდრიაში თავისუფლების მოედანზე. მომიტინგეთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაზრდილა და დაძაბულია საკმაოდ ვითარება. იზრდება ასევე საპროტესტო მუხტიც და მე შეგახსენებთ, რომ დღეს სწორედ არის უკანასკნელი დღე. ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლები უკვე 10 დღეა გრძელდება, თუმცა დემონსტრანტების თქმით, დღევანდელი დღე 4 თებერვალი გადამწყვეტი უნდა იყოს. და დაპირისპირება ეგვიპტეში და არეულობა სწორედ ჰოსნი მუბარაკის გადადგომის მოთხოვნამ გამოიწვია. საზოგადო პროტესტი თავდაპირველად ერთიანი იყო და ყველა თანხმდებოდა იმ აზრზე, რომ 30 წლიანი მმართველობა, მათი თქმით დიქტატორული მმართველობა უნდა დაასრულებულიყო. თუმცა ამ 10 დღის განმავლობაში პროტესტმა რამდენიმე ცვლილება განიცადა და საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. უკვე ჰოსნი მუბარაკის მხარდამჭერებიც გავიდნენ ქუჩაში და მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება შემდეგ უკვე სამხედრო არეულობაშიც გადაიზარდა. და ბოლო 2 დღეა უკვე არმიაც არის ჩართული პროცესებში და სწორედ ამის შემდეგ დემონსტრანტებმა გადაწყვეტეს, რომ დღეს ყველა ეგვიპტელი, ვისაც ერთი მიზანი ამოძრავებს და სურს, რომ როგორც თავად აცხადებენ, თავისუფალ ქვეყანაში იცხოვროს, უნდა დაასრულოს ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის მმართველობა. Egyptians want democracy and they want it peaceful. What do you plan to do for the rest of the day? I know that's a very broad question, but prayers are over. This has turned into a mass gathering, millions of people probably. Provided there's no violence, do the people just stay there all day and demand that President Mubarak goes? ეგვიპტე დღეს ფაქტობრივად მსოფლიოში ყველაზე ცხელი წერტილია და აქ მიმდინარე მოვლენები არაერთი საერთაშორისო ტელეარხის ყურადღების ცენტრშია. სწორედ ამიტომ ჩვენც მივიჩნიეთ, რომ საინტერესო იქნებოდა თქვენთან ერთად ვადევნოთ თვალი რა ხდება სწორედ ახლა ქაიროში და არა მარტო ქაიროში. და მე მაესტროს ახალი ამბების დასრულების შემდეგ 3 საათის შემდეგ თქვენთან ერთად ჩვენ არაერთხელ შევეცდებით ვნახოთ როგორ განვითარდება პროტესტი ეგვიპტეში. ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიური აბების დასრულების შემდეგ მაესტროს უცხოეთის ბლოკი სწორედ ეგვიპტის ამბებით დაიწყება და ასევე შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერს სხვადასხვა არხებიდან. We want democracy, we deserve democracy, we are capable of running our country even when security forces not only withdraw but Sorry to interrupt you. Would you agree that the regime has given you some concessions? President Mubarak said he's fed up and he'd actually like to go right now. And Vice President Suleiman said we won't use force against you. That is, at the very least.